შაბათია 12-ის ნახევარი, რაც იმას ნიშნავს, რომ იმედის ეთერში ბიბინებს შოუ შინაურები, ანუ მთელი საქართველო. იო, შვენიერი ხო? შვენიერი. ამ ხელა ტექსტი არ იყვადი. მოკლედ გავფარდოვდით, გავშინაურდით და ეს შინაურები მოიცავს იმას, რომ საქართველოს მასშტაბით ვისაც გაგვექცევა, ყველას დაგვენწრება. მართლა არ არის დრო, არ არის ამისი? არის დრო, არის დრო. დიახ, ქალბატონებო და ბატონებო, თქვენ თვალები არ გატყუებთ. დიდი ხნის პაუზის შემდეგ დაგიბრუნდით იმედის ეთერში. მე ამ შოუს უცვლელი წამყვანი ილო ბეროშვილი გახლავართ და რა თქმა უნდა, ულამაზესი და უმშვენიერესი ბაბი კირკიტაძე. ესეთი? დიახ. და ჩვენი შოუს მუსიკალური მხარე რეზო და ბავშვები. რეზო და ბავშვები. ეს მიყვარს რა ბეცო გამოვიძახე და ისინი კიდე ასრულებდა. მოკლედ ჩვენი გადაცემა ეთერში უნდა გასულიყო უფრო ადრე რა, ვიდრე გავიდა. მაგრამ რაღაც პრობლემები გაიჭირდა, როგორც არის რაღაც პრობლემები იყო რა და ვერ გადიოდა და დავინტერესდით მე რატო ვერ გადის და მე მივხვდით რომ თუ გიდა რომ მალე გახვიდე ეთერში უნდა იყო ინდური სერიალი. აი შვარია ვარ ვაფშე. ბოროკინა ნაროკი. всё, დამოვიდა რეიტინგი. გაცხე რეიტინგი. ანუ დროსთან დაკავშირებითაც დიდი მსჯელობა იყო, რომ საათზე უნდა გავსულიყავით ეთერში. ძალიან დიდი ამბავი. აქეთ რუსეთი ამბობდა, რომ 11-ზე უნდა გავუსვათო. მოტოციკლისტები შევიდეთ 11-ზე არაო? აქეთ ამერიკა ამბობდა, რომ 12-ზე უნდა გავიდეთო და 12-იო? იყო ძალიან დიდი მსჯელობა და როგორც უკვე თქვენ ხედავთ, ჩვენ ეთერში გავედით 12-ის ნახევარზე. დიპლომატიური შოუ შინაურები. დაბლში. მოკლედ, გადაცემას ქვია შინაურები. ცხოველები არ ვართ, რა თქმა უნდა. მე უეჭველი ვიცი. და თან ღამის ეთერია, ეხლა ძილის წინ გიწევთ ამ გადაცემის ყურება და არ ვიცი ეხლა რამდენად გაგისწორდებათ კონკრეტული სახის ძილის წინ ყურება, მაგრამ იქნებ ისე დავამონტაჟოთ, რომ გამოვძრეთ აქაც. აპა, ასა. რეზო, ეს იუმორის ფესტივალს რო წვალობს, ვიცი, რაღაცა ჩაუფორმე რა, იუმორის ფესტივალი. ეს თქვენი ფესტივალია. ლევანიკა გოგონელია. ოკეი, როგორც უკვე გითხარით, ჩვენ გადაცემას მუსიკალურად აფორმებს რეზო და ბავშვები. სინამდვილეში ეს არის ნინდა ბავშვები, მაგრამ HD ხო არ ვართ ჯერ და ჩანს რეზო და ბავშვები. მოკლედ, ხო, უნდა აღიაროთ ეხლა რომ ნინი ჩვენთან აღარ არის და მინდა მიუსამძიმრო ყველა გარდატეხი სასაქსი მყოფ ადამიანს ბიჭებს ძირითადად სპორტსმენებს, განსაკუთრებით ფეხბურთელებს, მაინც უკანად ბურთიც არ უნდა დაგვიწყდეს, ჰოკეის მოიხოდა, კიბერსპორტის და კიბერფეხბურთი ყველას გიმსაძიმრე და ნინი აღარ არის? ნინი აღარ არის მორჩა. ხო, ბიჭები აღარ გვიყურებენ, მაგრამ სამაგიეროდ არის ლელო რა, აგერბენში ჩვენი ლელო. და გვიყურებენ გოგოები რა. ხო, გოგოები. ამიტომ ბიჭებიც რა. და მომენტ ოღრაში მოხუცებით მაშინ რა. მოკეთ, აგიხსნით ამათან ფინანსური მხარე როგორ არის დალაგებული თვის ბოლოს რა. ანუ რეზოს ერიცხება მაყუთი, თვითონ ფული და ამათ კაკები რა. ლევონს კაკები არ მინდა, მე ბამბის ნაყინი მინდაო. აი მოდი ახლა გადავიდეთ ახლა ტელევიზიებზე ხა ამდენი ხანი ჩვენზე საუბრობთ, ჩვენზე საუბარი, იმედზე საუბარს ხო? ანუ იმედს ვსიო, მორჩა. თავისთავად. გადავიდეთ ტელევიზიებზე. ეხლა ზოგადად ტელევიზიებში რაღაც დაძაბული სიტუაცია არის რა, ისეთი რომ უამრავი გადაცემა დაიხურა, თანამშრომლები გაუშვენ. და მოკლედ ეს კიდევ ერთხელ ამყარებს ჩემს თეორიას, რომ დღეს თუ ინდური სერიალი არ ახარ, ნაძიოშნათო ვერ გძნობ თავს რა. გაცხე. აი გადართო ვიღაცა, აი შვარია, ბოროკინა ნაროკი გადმოთო. всё, დაგჭირდა რეიტინგი, დამიძახეთ, ამას ვაკეთებ. მოკლედ რუსთავი ორდაც ნერვიულობენ, რომ რაღაც არ დავიხუროთო რაღაცა რა და ბატონიკა, ნუ ნერვიულობთ რა. ანუ როგორც ტელევიზია თუ დაიხურა რუსთავი ორი, თქვენ ისეთ სახელი გქვიათ, რომ შეგიძლიათ თავისუფლად ანსამბლად გადაკეთდეთ რა. ანსამბლი რუსთავი ორი და დიგიტანტან. და წარმოიდგინეთ.
წარმოიდგენ ზალიკო რა მხარბეჭია ყველა დიგი ტამ ჩვენიერია მოკეთ პირველი არხის დატოვა ბევრმა თანამშრომელმა ხო და მე გასაგებია ეხა მიზეზი რა იმიტომ რომ ზაფხული მოდის და რთულია ზაფხულში თონეში მუშაობა ეხა გარეთ ცხელა შიგნით ცხელა ყველგან ცხელა სირთულეებთან არის კავშირი ხო რა დარეკა სხვათა შორის პირველ არხმა დარეკა და გითხრეს რომ ტელევიზიისთვისო HD არ არისო მთავარიო ტელევიზიისთვის მთავარი დროჟი თვითონ სომი რასაც ამოყავს მოკეთ ჩვენ რუსთავიორზე ვიყავით 5 წელი კი რუსთავიორზე ვიყავით 5 წელი მართალია GDS-ზე ვიყავით 5 წელი არა რუსთავიორზე 6 GDS-ზე 5 ეხლა იმედზე ვართ და კაია რომ პირველ მარხმა ეს რეორგანიზაცია და რემონტი და ისინი დაიწყო რომ კაკრას მოუწევს კაკრას გარემონტებში მოკლედ ბაცად ბუ უდიდესი ტრანსფერი განხორციელდა ტელესივრცეში ობოლაძე გადმოვიდა იმედზე და რა უნდათ იმათ მართლა შუადღეში ეჯდათ სკამზე ტიპიტო ვერ ხედავ დარხეული გაკ შეუშვი რა ეპრაიმში რა შეაგდე მაგრამ არ გინდა ხათ შორის უყურე მე დიმა ობოლაძის გარეშე შუადღეს ანუ რუსთავიორის შუადღეს უყურე და დიმა ობოლაძის გარეშე რადიკალურად იგივია მართლა გეუნებსა. სხვათა შორის მე დამირეკა რუსთავიორის ერთ-ერთმა ტიპმა და მომილოცა იმედზე გადაცემის დაწყება რა. რა? ანუ დამირეკა რუსთავიორიდან ტიპმა და მომილოცა ვინ დამირეკა? ხო, ვინ დაგირეკა? ვინ დამირეკა და 345 სერიის დასასრული ბოლო კიდე რა კატეგორია ჰერენა როკი დამ არა ბიჭო კაი მოკეთ ჩვენ ტრანსფერზეც ვისაუბროთ ჩვენ ტრანსფერზე რა თქმა უნდა უდიდესი ტრანსფერი რა თქმა უნდა ჩვენს გადმოვედით იმედზე და ისე ხელსარიელები არ ვართ მოსულები ჩვენი HD-თ ვართ სულ მალე ისეც რომ მოვიდა ერთი HD სულ უნდა გეგდოს ჯიბეში რა მოგონია მაგრამ ეხლა მოდი მართლა სერიოზულად ვილაპარაკოთ რომ დიახ ძალიან მალე იმედი გახდება HD რაც იმას ნიშნავს რომ GDS-ის ხარისხი იმედზე present და დიახაც გრძელდება ყველაზე ბიბინას შოუ შინაურები double show ანუ ბიბინებ შინაურები ანუ მთელი საქართველო და დიახ ჩვენ გვაქვს სიურპრიზი ამ გადაცემაში იმედზე გვეყოლება სტუმრებით ტარანანანა ტანანანა და ისინიც მე სალმოდ მე უნაკლო ირაკლი მაკატარია თუ შეიძლება იქ დრო გადავგავით რა თუ სადგილზე ნუჯდებით მაგრამ გასაგებია რომ უნაკლო იყოს ჩემი ფეხი თქვენ და ჩვენი ფეხიც ბედნიერი იყო თქვენს ტელევიზიაში მაშინ გილოცავ დღეიდან რეიტინგი დაიდება როგორ უნაკლო ხო უნაკლო მაკაცარია ირაკლი ხო მაგრამ უნაკლოს ხო გეძახიან რა და არის ეგეთი ხო და ეხა მეც მინდა ჩემი ძმაკაცი გაგაცნო უნაკლო გაიცემონ ჩამოართვაო ხელი ეხა ცოტა იმ თემასაც მინდა დავუბრუნდე რა ანუ უკრაინის ამბავს რა ეს ხალასწიაკები და ანუ რა ხდება ცოტა რომ აგებს პროექტი ხალასწიაკი რა ხდება და ანუ მე ვარ და ძალიან ბევრი გოგო 3 თვის განმავლობაში დავდივარ პაემნებზე სხვადასხვა პაემნებს ვაწყობ და ბუნებრივია ჩდება რაღაც გარკვეული გზნობები და საბოლოო ჯამში პროექტის ბოლოს ვისაც ესე ვთქვათ, ვისთანაც ალბათ ყველაზე ესეთი კარგი და ღრმა გზნობები განვითარდება და თუ გზნობა გაჩნდება სიყვარულით, ქიმიაც და ყველაფერი ერთად, ანუ საბოლოო ჯამში მე ვირჩევ ერთ-ერთ არა, ცოლად მოყვანაზე არ არის საუბარი რა, ანუ ცოლად მოყვანაზე არ არის საუბარი, უბრალოდ პროექტი არის შექმნილი იმისთვის, რომ რაღაც წყვილი შედგეს და დაიწყონ ურთიერთობა. აი, ანუ ხალასწიაკი 2016 ხარ შენ? 2016 კი. მე ვნახე სხვათა შორის ხალასწიაკი 2017, იგივეა, ზუსტად ცოტა ცხვირი აქვს შეცვლილი რა. რესტაილინგია. ანუ იცი რა. მაინც კლასიკა ხო იცი, მაინც ფასობს უფრო. რა თქმა უნდა, კლასიკა ფასობს. ანუ ეს 30 გოგოსთან ანუ შენ თქვი რომ პაემნები ქონდა, რაღაც დადიოდი და რაღაც და
ეგეთები არ მოსულობ გადაცემა. არა? ნახ, მე არ დავინახო ეგეთები. საბჭოთა კავშირი, ან გვაქვს საბჭოთა კავშირი. მაგარი შინაურული კითხვა გააქვს. ხო, რა ესეთი. შინაურები ვართ რა. ვერ ხვდები რაზეა საუბარი. არა, ვერ ხვდები. აი, მეილის ამბავი აქ ხა. მეილი უნდა მოვაყო. აი, ლელო მოგწერს მეილს. აი, სანდრა, ეხა შეეძებს გვაქვს რაღაცა კითხვები არის რა. ეს ყველაფერი ნატურალური თუ გენმოდიფიცირებული? ნატურალურია ჯერჯერობით. აპირებ გენმოდიფიცირებას? რავი, ალბათ ასაკთან ერთად კი. ხო, მაგრამ მაინც ფიტნესი გადაგვარჩენს ახლა რა. კი, ფიტნესი შველის. ფიტნესი გადაგვარჩენს კი. ჩუნებს. პრესი გაქვს ისე შენ? კი, აბა. ნომერი დაჭიმი აბა შენი. აი, რა ხდება ახლა შიდა კონკურენცია რა? ჯერ სისხლი არ ყოფილა ჯერ არა. სიმართლე. რაღაც ძალიან მეგობრული შეიკრიბა რა. აი, ეხლა არა, ანუ ჯერჯერობით შეიძლება დასაწყისი. მეგობრების გაჩენა. არა, დასაწყისი არის სამი კვირა და მართლა ძალიან მეგობრები. მაგარი, ესე ვთქვათ, წყვილები ცეკვავენ და ანუ არანაირი ის არ ყოფილა რა რაღაცაც შენ. და ბრაზილიელს როგორ შეეწყვეთ, ანუ რამე ფანტასტიურად. მენტალიტეტი ახლოს ვარ ჩვენ. კარგად, ვასწავლით, გავცვალეთ სიტყვები, ცოტა ემოციებში რო გადავდივართ ხოლმე, სიტყვებს ვასწავლით ერთმანეთს. თვითონ უჭერს ფსიქოლოგიურად, ანუ ძალიან დიდი ანუ სტრესში ვარო რა, ანუ იძახის, იმიტომ რომ რაღაცას კულტურა სხვა არის, ყველაფერი სხვა არის და რაღაც ბევრი მეგობარი ჯერ არ ყავს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაც მე ვიმეგობრებ დიდი სიამოვნებით. ხო, სულ აინტერესებს უნაკრთობები მანახეთ. მე სულ ბრაზილიელები მაინტერესებს. რა დამთხევა? არა, ვიღაცა არის ინდური ფილმების პროდიუსერი რა. ჩვენ შორის? ჩვენ შორის. არის. მართალია? ერთი ამიხსენი ეგ თემა როგორ არის რა? ინდოეთის ბაზარი არის ძალიან საინტერესო იმ კუთხით, რომ 3000 ფილმზე მეც იღებენ წელიწადში, ალბათ ხვდები ამ რაოდენობას და გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში გვაქვს აბსოლუტურად ყველაფერი დაწყებული ძალიან მაგარი ლოკაციებით, ტექნიკით, პროფესიონალებით, ანუ საქართველო გახდა პოპულარული და მე მგონი არა მარტო ინდოელებისთვის, მე მგონი რაღაც BBC-მაც მთელი მსოფლიოსთვის, მაგრამ ინდოეთი იმ კუთხით, რომ ძალიან დიდი წარმატება, ძალიან ბევრს იღებენ. ბევრი გამოდის. აი, ზეგ გვეწყება კიდე ერთი გადაღება სიმღერების. ხშირად არის, რა თქმა უნდა, ვიყენებთ ქართულ. რაღაც აქვე უნდა ამდენი გრიმი რო არ გესო, უფრო ღია ფერებში მახსოვდა. რა პრობლემაა? სულ მეგონა რომ აი ახან ინდური ფილმების პროდიუსერი იყავი, აი რასაც გელაპარაკებოდი, ეს ხმა გვიან მოდიოდა შენ. რა თქვა? ეხა მოვიდა. რაღაც პერიოდი რომ წირდება. ეს ბავშვი წინა ხუმრობაზე იცინი. მე ხა შემოვედი. ეხა მოვიდა. მაშინ ძალიან დახვეწეს, ანუ აღარ არის ისეთი, აი რა ჩვენაც გვახსოვს დაარტყავს და მანქანა ფეთქდება და რაღაც ეგეთი აღარ არის რა. ყველაზე ცნობილი მსახიობი ვინ ყავდათ ჩამოყვანილი? ჯიმი გახსოვს? ჯიმი ჯირჟი გიტარულას დისკოს მოცეკვავდა. მითხონი. ნუ ეს მაგაზე ყველა გაიძ. მითხონ ჩაკრაბორდი იყო ერთ-ერთი პირველი ვინ ძალიან იყო ხო? მითხონ ჩაკრაბორდი. რაჭკაპურის შვილი ყავდა ეხა ერთი ორი კვირის წინ. რაჭკაპურიჩი. შენ და ქალბატონ იზაგოლესიანის საერთობლივი პროექტი იყო ეგ მე როგორც ვიცი. სვათაშორის კი ჩართული იყო, კი დიდი მოკითხვა ქალბატონ იზას. მოკლედ ალექსანდრა არის ჩვენი გადაცემის გაზაფხული რა. არც ერთი წლის გადაცემა არ ჩავიტარებია ისე რომ ალექსანდრა არ მოგვეყვანთ და ეხაც პირველივეში იმიტომ მოვიყვანთ რომ არ მოვიშოროთ რა. არა უცებ აუდა. დიდი პასუხისმგებლობა არის პირველი სტუმრები როცა ვართ იმედია რომ კარგი ფეხით შემოვედით. ხო არა, ამდენი ტრანსფერი რო აღარ მოხდეს რა, ბარემ რო გასტაბილურდება. სტაბილურობა რა, სტაბილურობა. ხო და როგორ მოხსოვს ჩვენი ახალი გარემო? ძალიან მომწონს კი. კარგია? ანუ დიდად ახალია თუ დიდად თვალად ახალი არ არის თუ? დიდად, იცი რა, თქვენ იმდენად ჩემები ხართ. აი ყველაზე მეტად თვალში რა მოხდა მითხარით? ყველაზე მეტად თვალში მომიხდა. ხო, ნინი უკმარისობა მაქვს. გრძელი ფეხების უკმარისობა მაქვს. გრძელი ფეხები როდესაც ლელო წამოდექი. აგებად. გადავდივარ თამაში რა, ყოველთვის უნდა გვაქვს თამაში. და რა თქმა უნდა ცეკვა თამაშია თუ მარტო არა, თამაში? მარტო ტორტების როლას ბოდიში არა. არა, ისე რა შეიძლება ცეკვა თამაშიც გაიყვანო რა. ხო, კი, შეგიძლია ცეკვა თამაში ფიტნესში. ოღონდ რუმბას რომ ამ დროისთვის ძალიან აქტუალური გამაკეთებინებთ და რაც გინდათ გამაკეთებინებთ. რუმბას სვლა. რუმბას სვლა. ჯერ ვერ მე მგონი უნდა გააკეთო აი წარმატებები მინდა გისურვოთ. აი მე არა რა. თქვენ ცეკვებში მინდა წარმატებები გისურვოთ და გადავიდეთ ჩვენ ცეკვებზე. ჩვენ ცეკვა დავარ, ხო? ცეკვა თამაში დავარ, ხო? თამაში. 3 2 1 ცეკვა თამაში შინაურებში. მაშასე შინაურებში და იწყება შინაურული თამაში, შინაურები. დიახ, ანუ ტვისტერი თამაში. თავი ისე იგზენ როგორც საკუთარ სახლში, თავი ისე იგზენ როგორც ეროკრატიაში.
ავიგზენი რა. ავიგზენია. ავიდი იგზენი რა. ჯესადახარ. აი, მოკლედ. თემო არის მოტრიალე. ანუ თემო არის მოტრიალე, რომელიც დატრიალი არის ჩემთვის. ბერძნული თემოსთან მე ვარ საჯი. აი, გამარჯვებული არის ის პირველი გავა ბოლოში. აბა 1 2 და 3 დატრიალე. აჰა, ახლა მე გადავდივარ. ჯერ შენ და მე ბაბუს ხუნთელი. აჰა, მარჯვენა ფეხი წითელზე. კაი. მარჯვენა. ნახე? აი, ეგ მერე ვახოვნე. პლანეტების დავწერა, კი ვიცი მე, ეგ მერე ვახოვნე. ირაკლი. და 9 სწორია, 9 პლანეტა, იმიტომ რომ ისე პლანეტად აღიარე. ხო, ნუ ძალიან მერყევი. მარჯვენა ფეხი ლურჯზე. ხელი. მეგრე მაშინ ალექსანდრს არ უნდა. გედი. ისევ ალექსანდრე. მარცხენა ფეხი ყვითელზე. შენ გოგოსთან ერთად წავ წყულში? კი, კაცო, უკვე მიჩვეულები ვართ ხო? მიდი. შემდეგი. მარცხენა ფეხი ყვითელზე. ხო, ეგეთი და აჰა. ეგ არის. ალექსანდრე უმბა არ არის. მარცხენა ხელი ყვითელზე. აჰა. იფ. დაგხოცოთ. მარცხენა ფეხი ყვითელი. პაკეტში უნდა ჩაჯდე, ჩემო კარგო და უნდა გადახვიდე იქ. ისე რომ ხელი არ უნდა აუშვა. ვუყურებ რომ ხელი არ აუშვა. ოპა, ეგ არის, არა უნდა. ძალიან კაია. ექიმი არის? მარჯვენა ფეხი ლურჯი. მარცხენა თუ მარცხენა? ოპა, სწორია? აბა. ჩემი ცეკვის ბოლო პოზა გვაქვს იცით? მარცხენა ფეხი წითელი. მარცხენა ფეხი წითელი ძმაო. ხო არ გადავთ. ჯერ წითელს ვერ ხედავ ზოლა. აი, აგერა. გამოიღე და გადავთ. უკან წამოვიდო? კი. კი ბატონო. ოპა, გათავისი. ვა, საღო ბაბა. ვა, სანდრა წინ არის. მარჯვენა ხელი წითელზე. აი აქ. ეს ხო მარჯვენაა. ხო, კი, მაიცა? კი, მარჯვენა. აუ, ხო არ გადავ. მარცხენა ხელი მწვანეზე. პირველზე თუ მეორეზე? მეორეზე. მოდი მესამეზე გადა. მესამეზე დროზე. მარჯვენა ფეხი მწვანეზე. ეს მე მომაჩა. ხო, კი, ეს მარჯვენა ფეხი მწვანეზე. ანუ აი ეს არის კარგად დააკვირდით. საიდან გამოაწვინა? თავი ისტორიის სტრატეგია. კი, მარცხენა ფეხი მწვანეზე. მარცხენა ფეხი მწვანეზე, ოპა. ვიცადე? გამორიცხულია. გამორიცხული არ არის ეხლა რა. და. ოპა! მარჯვენა ხელი მწვანეზე. ანუ ხო ყველას მევასება ეს თამაში. მე მომართა. კი, მარჯვენა, ეს არის მარჯვენა. გასაგებია, მაგრამ მოიცან ახლა. მიდი, ეგ არის და დააფიქსირებულია. გავში. მარცხენა ხელი ლურჯზე. ანუ აი ამ ლურჯზე. აუ მარცხენა. ეგ არის. აუ მაგაც. მარჯვენა რეპეტიციის უკვე გავხურდით არა. მარჯვენა ხელი ლურჯზე. ახლოს არის უკვე ალექსანდრა დრა თუ დრე. დოქტორ დრე. მარცხენა ხელი ლურჯზე. გავიდა? არა. აბა მე დროზე დაატრიალე. მარცხენა ხელი ყვითელზე. ჩემი. ხო. ანუ პოტესა გადმოწია. რომელზე? ხო. მე გამოვწექი ჩვეულებრივად. ხარ თეძოზე ვწევარ და მეგონი არ შეიძლება. მარჯვენა ხელი მწვანეზე. ვა, აქაც მომიდო, აქაც. ვიცოდე. მარცხენა ხელი მწვანეზე. მე? ხო. გამარჯვებულია დოქტორ დრე. ამჟამად გილოცავთ, შვენიერი გამარჯვება იყო, შვენიერი თამაშეთ. შვენიერი თამაში იყო. მოკლედ, წარმატებებს შენ გისურვებთ. გუშემოტკივრობდი რა. მადლობა. ამას ამისიჯობ ხო? მოკლედ, წარმატებებს გისურვებთ, იხარეთ და იბედნიერეთ, კაი. ამან კარგად იყავით, საქმეები გვაქვს ჩვენ და ვერ გაგამოგაცეთ. დიდი მადლობა, წარმატებები. კარგად, სანამ ესენი გადიან, ყველაზე მთავარი პრობლემები. მაგათ.
გამარჯობა, მე ვარ რობერტო მავანი. Просто სადა ვარ. ქრონიკა. გამარჯობა. დინა ჩემი ტრაქტორის გაგაკატაო. ძალიან პრესტიჟული კლასის ავტორბოლა, რომელიც 10 ქვეყანაში გაიმართება, საქართველოს ხსნის ამ სერიას, აშუქებს მთელი მსოფლიოს მედია და ამ წუთას ჩვენ გვიყურებს მინიმუმ 24 მილიონი გულშემატკივარი. აუმარჯოს, ასეთი ზიმნები გააქვთ? თავის დაყენებით რამდენი დამიშვა? Now, not for sale. Birds, cheat, birds. Georgian chitty, bird. That's right. No, bird, not birds, birds. Oh, chitty, bird. Shit. Chitty, ბეხურა. Shitty. საბურთალომდე გამოყვები რა. 20 lari. Good slicks. No, good. Archeni 10 lari. За 20 lari. Да, это нам не надо. А у вас машина есть? Машина есть, но это... Какая машина? Cayenne, Porsche. Это что, Cayenne? Porsche Cayenne. Porsche Cayenne? Да, джип. გოგონები ვარ ტრეკის. ტრეკის გოგონები ხართ? რა კოჟა? ტყავი, სუფთა ტყავი. არა, არ ზღორი არ არის, ხელოვნური ტყავია ჩვეულებრივ. ერთი კრუგი და რა, ერთი კრუგი. არ შეიძლება. ბენზინს ჩავაცხავ. ისე რომ შემეხვეწო მე მაგ ბავშვს არ ჩაუჯდები და პროსპექტები უჭირავს ეხასწავლო. ატრიალე ბოლომდე. კარგად აიღე, ბოლომდე აიღე. ო, გასული ხარ. ხურდა. ავედი, გავერიეთ. მე აქ მონაწილეობ ამ რბოლაში. ეს მაკიაჟი ვინ გაგიკეთე? ჩემი. ძალიან გიხდება და რა დაგიჟდა ეგ კვადრატული? რა ვიცი, ანუ ნაცნობი. აი ეს არის მუსტანგი. ლამბორჯინის შავი და ეს არის მოსკვიჩი ციტელი. აქედან მივდივარ ჩემთან ყველა გარაჟში. Жилеток здесь нельзя находиться. Нельзя. Все, туда. А вы откуда это? Из Москвы. Нельзя? Нельзя. Вы из России, на Грузии. Это грузинская земля. Мы им помогаем. А вы фамилия, имя? А не скажу. Почему? А не скажу. Il y a quelqu'un qui a gagné 3 fois le championnat? Non, personne. Il y a même, je suis le seul à l'avoir. Ава სიგნალებინე რა. ეს მისკიუ სიგნალე. შენთან მოდის ქართველი? არ ვიცი. ათო ხაჯაია. მოდი, კაია. ეს ტრაკით უნდა დაუდგე? თუ რა პონტია? გამარჯობა. აი, სად დაგვეცა? ყველაფერი მიმეყინა. გინდა ხელებს გაგიცხო ფუქცი. საჭიროა კაცო. ესე ზურგით რატო უდგა? წინიდან იღებენ ფოტოებს და რა დააშავა იმანეს რა უდგა ხა? არც არაფერი დიდი. რა ვაღალი ყოფილი ხარ და ახავა. საქართველოს შეუერთდა იმ ქვეყნებს, სადაც ეს ჩემპიონატი ტარდება, იმიტომ რომ სულ რამოდენიმე ქვეყანაა და საქართველოს თუ სამეგრელო. როგორ ძანდებით? ახლა ესე ან ვიქნები. ეს სამთავრობო ლოჟა არის? არა, სამთავრობო ლოჟა იქით არის. მაგრამ ჩავთვალეთ, რომ აქეთ უფრო ახლოს არის ბრძოლასთან და გადმოვინაცვლეთ აქეთ კოლეგებთან ერთად აქეთ. მეც აქ ვიქნები, მე თქვი მთავრობაში გავერევით, მაგრამ აგერ თავარია კიდე ერთი რამე, აი ემოცია. ვიზებიც გაიხსნა. აქ უნდა შევქნათ ისეთი ქვეყანა, რომ ჩვენ აქ უნდა ვრჩებოდეთ. ჩვენი ფესვები აქ არის და ეხლა აი საზოგადოების ეს ნაწილი, რომელსაც ჩვენ უყურებთ აქ. ეს ემოცია, ძლიერი ემოცია. დავიდეთ ბინის ფული შევაგროვოთ და რა ჩამოვიდეთ. ეგეც შეიძლება, რატომაც არ შეიძლება. გულოცავ. მადლობა.
არის გამარჯვება. უკაცრავად არ შეიძლება რა. არის არაფერი არ შეიძლება. სად წამოვგზავნე? არ შეიძლება. რა არ შეიძლება, აი რა არ შეიძლება. გილოცავ? რა არ შეიძლება. აი მოვიგეთ, ვაშუქეთ, აი რა არ შეიძლება. მასასე გრძელდება რა თქმა უნდა ჩვენი შიშინა შინაურები 2 დაბლ შ ველოდები სტუმას მოდის შუა ხო არაჩვეულებრივ სტუმას კი რა თქმა უნდა ჩვეულებრივ სტუმრები არ ყავს და ეს მისი პირველი გამოჩენა არის ჩვენთან და მე რაინდან გურა მოვიდა ლევან ჯავახი იო ჩვენი მეზობელი ვარ და ერთი 4 ნაჭერი HD ხო არა გაქვთ რომ ვაკ როგორ არა გაქვთ გულს გაგატანთ გულს HD-ის გული გვინდა რომ აბა როგორ ხარ თქვენ როგორ გზანდებით არა მიშოს როგორ მომრად ხართ მაგრამ ჩვენ ვართ სტუმრად თუ რაღაცნაირად ვართ ისე ვართ რა მოდი რაღაც შუალედი ავირჩიოთ ჯობია გავშინაურდეთ რა აი გარი შინაურდეთ ფიო გავშინაურდეთ შიშინა შინაურები რა შიშინა შინაურები აუ მე ესე მიყვარს ხოლმე აი ცოტა ხაში მეგონი მეც დამკვიდრე რა ეს შორის ნინი როცა ყავდა ხოლმე ძალიან ხშირად იყო საჭირო ხო დახლები ვართ ახლა ჩვენ რა ძე იმედის ამბავშიდან რაღაცეებში რომ დაგვაკვალიანოთ რა რომ როგორ მოვიქცეთ როგორი აქ მორალური კოდექსები პირველ რიგში გარეთ არის ასფალტი დასაგები ეგ ერთი შენიშნავდით უკვე ხო მეორე სავარაუდოდ ბუფეტის ამბავი არის მოსაწესრიგებელი ანუ გაყინული ხორცმაგირად უნდა შემოიტანოთ ჩვენ ვართ თანამშრომლები ინვესტორები კი არა ვართ ყველაფერი კარგად არის იმედში ხშირად შემოხდრია ხოლმე რაღაცა აღშფოთებული სტატიები რომ აუ ინგრევა ეს ხდება მაგრამ არა აბსოლუტურად ყველაფერი უბრალოდ ვითარდებით ეს არის ეტაპი როდესაც კიდე უფრო წინ მინდის ტელევიზია ნისია სხვისია ნისია მოქმედებს მაგრად მაგრამ მე ხელფასებს ტოვებთ ხოლმე ესე იგი ძალიან შეტევას არ ღირს ხო ხო თუმცა ადრე იყო როდესაც შონზო და დრუპი მუშაობდნენ ჩვენთან ეს ნუ აი ღრმა წარსულში ბუფეტში რო შედიოდნენ მე აღარ იყო არაფერი ბუფეტი იკეთებოდა პირველ საათს ხო ჩვენ ვასწრებდით ხოლმე ანუ შედი ხარ შონზო იყო არა პირდაპირ შონზო იყო აღარ შემოხვიდეთ ეგ თემა და იმედი არის ყველაზე კარგი ტელევიზია ხა რეიტინგებზე აღარ მაქვს საუბარი რომ პირველ ადგილზეა და რაღაცა ეგ კიდე მეორე თემა ანუ იმედის დილით იყვიძებ იქ მშვენიერი განწყობა რაღაცა მაყუთი არა გაქვს ხო გადახვედი ცოდნა ფულიაში იქ მოიგე კარგად მიყავს ფული გაქვს უკვე ხო გაშო რა დალევა გინდა გართობა გინდა რაღაცა ფული არის მაგის მაგრამ ნაშები არ არის ნაშები სადა ჯაჯანიძეს გადადიხარ ნაშები გააჩნია ესეთი იმედი როგორი ნიღბებით თუ უნიღბოთ როგორი ორიენტაცია არ არის პრობლემა ხო მეც მე ისე ხო და ბოლოს ახლა ბაითის ფონდი გინდა რაღაცა შინაურებში ამოდიხარ ეგრევე აქვე ერთ 4 ნაჭერი ერთი საათით გავალთ არ არის ერთი საათით გასვლა თავარია რომ ბავშვებს ეძინოთ ბავშვები გაუნებთ კაკები არ მომიტანია დამოიწყო კაკები ბოლოს ჩაირიცხებოთ კაკები ნუ შეარჭო ფარას კაკები რომ რამდენი ხანია საინფორმაციო სამბავში ტრიალებთ სადღაც ესე თითქმის 20 წელია პირველ რიგში ხომ მუშაობდით თქვენ კი პირველ რიგში მუშაობდი 2000-2002 და შემდეგ 2008 2012 ხო 2008-2012 რომელ განყოფილებაში უფრო საკონდიტრო უშუალოდ ტონის თემა არა საინფორმაციოში საინფორმაციო თავარი მცხოვრებლები ვიყავით დავდიოდა ჭორი რომ პური მიეწვაო და პური მიეწვა არა პური მიეწვა არა ჩავარდა საერთაშორის ეხა დროჟი არის გამოსწორების გზასად გასო რა ეგრე ამბობენ? კი. ხო, არ ვიცი ხა იმის რომ ის ორმოები რაც იყო, ამოივსო. ამოივსო, მაგრამ რითი ამოივსო ეგ არის? ქვილით. იმას რა ქვია? რაღაცას გერმეტიკი რო? ხო, გერმეტიკი. ხო, გერმეტიკზე დასვი. გერმეტიკზე დასვი. დასვი რა. როგორი მოლოდინები გაქვს ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რომ აი იმედი HD-ზე გავა და აი რა მოხდება მე HD რო იქნება და HD-ზე რო გავა, უნდა გავხთე. და ყოველდღე წვერი უნდა გავიყურს. მაგალითად შეიძლება ჯაჯანიძესთან დაიწვას, რომ
HD-ის შემდეგ რომ დაიწოს რომ ის ტრანსგენდერი, ის გენდერი. ნამდვილად ერთია რა. ანუ მსახიობია აყვანილი სახარ გენდერი ვარ. ისე სხვათა შორის მე მქონდა ძალიან მაგარი ისტორია საფრანგეთში, ჩემო მეგობარმა, ნუ რა არის დასამალი და ეხლა საფრანგეთში ვარ და ჩემ ზვანკასთან მეუბნები რომ ეხლა პარიზიდან ისე როგორ წავიდე მეთქი რომ საინფორმაციო არ წავიდე. იო, კაცო, არ არის პრობლემაო, წამოდი ბულონის ტყეში წავიდეს მე და შენ მანქანით რა. ბულონის ტყე ცნობილი ტყე არის. სხვადასხვა ამბებისთვის, აღარ დავკონკრეტები. ნუ წავედით რა, დგას ვიღაცა აი მეტრი და სადღაც ალბათ 80 სანტიმეტრი, ქერათმიანი, ძალიან მაგარი გოგონა. აშოლტელი ასული. აჰო, აშოლტელი, რაღაც ესეთი საცვია, ტყავის პლაჟი ეგრეთ წოდებული. იმას ვეხა არ დაუწყო რაღაც ქართულათო რა. პირდაპირ კითხე რა how much-ო რა. აი მეთქი. მივედით და how much მეთქი. 1 hours 1 euro. გამიყვანე ხა აი გავყვეთ იქით რა ხდება კიდე. Prime show. ახალი show, კაი show, 6 show. Prime show. ნახე, დააკვირდი. პრომო მაქნანა. 6 წამყვანია. Prime show-ს ყავს 6 წამყვანი და დუტ არ არის არც ერთი. აი, ხო არის უნიკალურია, ხო არის ამას. 6 დუტ არა თემა იქნება. არა, რა, კიდე რა ხდება იქით? დუტი ვარსკვლავები რა. ცეკვავი ვარსკვლავები. ხო. ძალიან ბევრი ცეკვაა და ძალიან ბევრი ვარსკვლავი დაგროვდა უკვე და ყველა ცეკვავს, მაგრამ იმდენი ცეკვავს, რომ დეფიციტშია ცეკვის შუსტები რა. დეფიციტშია რა, რო გინდოდეს, რომ გახვიდე და ცეკვის შუსტები იყიდო, გახვალ იყიდი რა. ხო და უნდა შემოუიტანო რამე ცეკვის შუსტები. საიდან შემოვა? ჩაძირული ცეკვის შუსტები. ჩაძირული ცეკვის შუსტები უნდა შემოუიტანო. ეგ შემოაქვს მამულიშას. ცეკვავი ვარსკვლავში არა, მაგრამ ორ ვარსკვლავში იღებდი, ხო მონაწილეობას. ორ ვარსკვლავში მონაწილეობდი, ეგ იყო რომელი წელი იყო 2014 თუ არ ვცდები. სხვა შორის ცეკვებზე შემომთავაზეს და სირცხვილია მეთქი. მე ხალხი რა სიტყვის თქვა, მე რომ მეცეკვა. ცეკვა ჩემგან ძალიან შორს არის. სიმღერა ახლოს არის. სიმღერა ხო და ესე დიპლომატიურად მივიყურე სიმღერას თონენელა. ხო, ჩვენ ტელემაყურებლებო, ანუ რაღაც ნომერი გვაქვს სპეციალური, რომელიც უნდა შემოგთავაზოთ და ეს ნომერი არის რაღაც ბოიბენდების, საქართველოში არსებული ბოიბენდების, ხო, ანუ მუსიკალური განვითარების ისტორია თუ რა. დაიგე ხა ასმანიშნებს, ანუ ქართული ჯგუფები. ჩვენც ჯგუფი ვარ. ბრეტელებია. მე მითხარი. ბრეტელების თაობა რა. ბრეტელებიანი მუსიკა. ეთიკები, შევარნაძეები. ხო, ეგაა. შევარნაძეები, ანუ ბრეტელებიანი უშუქოების. უშუქოების. სხვათა შორის ეს შევარნაძის კომანდა მაგრამ მოიხოდა ეხლა. საია მოიტანეთ ეხლა. ანუ ეს ძველი მომღერლებს გულისხმობს. იქეთ სტეფანეს ფეისჰოლებს ხურავს გენაცვალე, აქეთ კახუჩელას პაკაზებიო. გია სურამელაშვილი. იქეთ სურამელაშვილიო. აქეთ ღამისი ჩუმე გაფანტე. და ერთადერთი თამუნამონაშვილი დაიკარგა. საერთოდ ეს პერიოდია. ეს საქმეა. კაი, მოდი გადავიდეთ. გადავიდეთ რა. 3 2 1 ბრეტელებიანი მუსიკა შინაურები. Parados Bakushi, rato da vitória serda Bakushi, solteiro marcato vescargo, Batumis bulashi ჩვენ ვიცეკვეთ მარტო, რატომ სახვედი შედღეს Bakushi, rato da vitória serda Bakushi, solteiro marcato vescargo, Batumis bulashi ჩვენ ვიცეკვეთ მარტო, ერთხელ გაკოცებდა ერთხელ გაკოცებდა აღარ დაგიბრუნდები ერთხელ გაკოცებდა წავა იცოდე აღარ დაგიბრუნდები წრევლიან თვალებს ნუმალა ისევ მომენატრები ერთად აღარ ვიქნებით na 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 no ვიღაცას მესინთხოვს ვიღაცას ხელი უშვება ვიღაცას სიცილს მიხავს ვიღაცას აღი უშდება ალტერ ჩიკას with
ვიტყვის ლამას სიტყვას და ადგეს ვიცვამს სიტყვა სიტყვა ითქვას სიბიდი მევიდი მავლე ჭიქას ვიტყვის ლამას სიტყვას და ადგეს ვიცვამს სიყვარულზე სიტყვა ითქვას მიახავს ვიوارს ამთან მარტო და მხოლოდ ფარებს უყავებ ნათობს შეჭერთან არხევ მხოლოდ ეს მარტობს ხატო დახვედი შეჩემგან კარგო იმ ღამეს წინ და გადაუხებლოთ ნატრობდი შენ და გული მткиო და უშენა ცხოვრება აღარ ვიტოდა ეს მარტოობა შენ გაფავა სიციცხე ეულა მარტო იქრები შენს გავს ხოლო შენ ნატრობ აღარ ვიტოდა სიციცხე ეულა მარტო იო იქრები შენს გავს ხოლო შენ Დღესაც თუ არ მოდი დაგვიდგეთ დღესაც თუ არ მოდი ანუ რას გეუბნება რა დღესაც თუ არ მოდი დღესაც თუ გაჩვენდი მე აღარ მასვენებს Sismari, Sarsuri Zaze Nislia Zaze Pindia Racem Zafwepi Aruzimia Arantebula Zazem Zen Çetan da bunte pişe Gelodi çemtan Ayıktine oste bebi Kuşis pişem sena trepişe İse geli şe Adeki ise kvera selo debi Nura çer debi Şemi khvar debi Da çem pizgare Kulis debi Da gelo debi Şemi iknebi Adeki itse kvera selo debi Nunca çer debi Şemi khvar debi Da çem pizgare Kulis debi Da gelo debi Şemi iknebi Უშენობას ნახვებინ კარგათან დაგეძლებ ვერ მოულომლაღა ლინდონგარი ვერ ხდება ნანარი შენი მინა და დამშეზამარი ასე რომ დაგაღონან ბაკალა ონედავთან მე მოვლები ზედოთაციმდება და ადირდება ზეცა შენი ტრემლიანი თვალები მენა ტრები მაგონები გელოდები მე აღამეს კითხავს ველოდი წესიმერში იმღეროდი შენგან დატოვებულ წინვებს ვეფერებოდი ჩვენი გაცობის საღამოა და დღეს რემლებით ამა ლევანი
მარკა გოგორელიანი, ლევან ჯავახიშვილი, რეზო და ბავშვები. და თეიმურაზი. შინაურები. შინაურები. ეს იყო ჯგუფი შინაურები, ესე იგი დღეს იყო რა ქვია მაგას, პრეზენტაცია. ჩვენ ვიპარავთ ძველი ჯგუფების სიმღერებს და მე ჩვენი კონცერტი გვექნება. იაფად, ძალიან იაფად. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა, მშვენიერი იყო, უმეტესი მადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ. კიდევ ჩვენ ახალ კონცერტს შინაურები, ამავე ახალ. აბა კარგად.